საპროტესტო აქცია მოეწყო დღეს საზოგადოებრივმა უწყებელთანაც მოთხოვნა უცვლელი არხის ხელმძღვანელობის გადადგომა და შუადღისა და საღამოს ეთერის დათმობა. აქციაზე შეკრებილებმა მზია ამაღლებელს მხარდაჭერა და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ტელევიზიასთან შეკრებილებმა ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და აქციების დროს დაკავებული სხვა მოქალაქეების საქმეებზეც ისაუბრეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი ჩვენს კორესპონდენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მას კანონში შესულ ცვლილებებსა და აქციების დროს ნიღბების ტარების აკრძალვის გადაწყვეტილებაზე მიუთითა და მოამბი ჟურნალისტს კითხა თუ რატომ ეკეთა მას სამედიცინო პირბადე აქციის გაშუქებისას, რის მიზეზადაც ჩვენმა კორესპონდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. სადაც არ გვყანონს, როგორც თქვენი ხელისუფლების შექმნილ უკანონო არ ემორჩილებით? არ ვარ, ჩვენს პირად სივრცეში ნუიჭრებია და მაინტერესებს მე მის პირად სივრცეში ვიჭრები ჩვენი პირადი პრობლემების გამო გვიკეთია პირბადე და ჩვენი ამოცნობა შეიძლებოდა, მაგრამ ვაჯარიმებენ და ჩვენზე არ მოგვიყვება. მე მაინტერესებს რა უმორჩილებლებად ვიწყდეს, რა უმორჩილებლებად თქვენ, იმიტომ რომ ჩვენ გავაჯარიმებენ მაგის გამო ზუსტად. ძალიან კარგად მაქვს კანონი წაკითხული და ჩემი მეგობრები არიან დასჯილები მაგის გამო. აი მაგის გამო ზუსტად შენასაც ამას აკეთებ. შენ არ დაგაჯარიმებენ, იმიტომ რომ სისტემას ემსახურებ. просто უსინდისო ხარ, რატომ ეს მე მოვადრო და იცოდე რომ უსინდისო ისია. გიგიათი წერდა ხელით ვეხები შეურაცხყოფას ვაყენებ. რა მინდა კონკრეტულად?